მინდა მოკლედ აღწერო თანამედროვე მენეჯმენტის კრიზისი. გამოუყო ის სამი ძირითადი საკითხი, რომელსაც მე ამ კრიზისულ სიტუაციაში გამოვყოფდი ცალკე. პირველი, ეს არის ძველი მენეჯმენტის პრობლემა. ანუ თვითონ მენეჯმენტის საკითხს კი აქვს, როგორც ასეც, რომ ძველ მენეჯმენტშია პრობლემა. პრობლემა იმაშია, რომ ძველ მენეჯმენტს არ უნდა ცვლილება. ამ ხალხს არ უნდა გამოცვლა, შეიცვალოს არ უნდა. და თუ კი მაგალითად ხშირად ბევრ კომპანიასთან და საწარმოსთან მქონია შეხება და დამფუძნებლები, დირექტორები და ხელმძღვანელები პირდაპირ აწყდებიან ისეთ პრობლემატიკას, რომ არ უნდა ძველ მენეჯმენტს ცვლილება. ანუ ამ ხალხს არ უნდა განვითარება, არ უნდა შეიცვალოს, არ უნდა რომ შეიცვალოს. და თუ კი მაგალითად დამფუძნებელი ან დირექტორი რამე საკითხს შესთავაზებს როგორც ცვლილებისთვის ნებისმიერი მიმართულებით, ეს ხალხი ერთიანდება, ასე ვთქვათ, თავენთი დამფუძნებლების წინააღმდეგ. პირდაპირ მნიშვნელობით უჯანყდებიან, ანუ მე მგონი გააფრინა ჩვენმა უფროსობამ, აი ესე დგება პირდაპირ საკითხი და მენეჯმენტი, ასე ვთქვათ, ის მენეჯმენტი, რომელიც ფესვგადგმულია კონკრეტულ სტრუქტურებში, არ აქვს ვიმეორებ მნიშვნელობა ეს კერძო დაწესებულებებია თუ საჯარო დაწესებულებები. საუბრობ მენეჯმენტის სპეციფიკაზე დღევანდელ საქართველოში და თანამედროვე მენეჯმენტის კრიზისზე. და პირდაპირ პრაქტიკის გათვალისწინებით ვსაუბრობ ახლა რასაც ვამბობ, რომ არ უნდა ცვლილება ძველ მენეჯმენტს. აქ საუბარი არ არის ვიმეორებ იმაზე, რომ გამოიცვალოს თვითონ პერსონალიები. ანუ სისტემა ისე არის აწყობილი, რომ თუნდაც ახალი ადამიანი მიიყვანო იმ მენეჯმენტში, ისევ იმ ჭკუაზე დგება ეს ადამიანი, რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ ცვლილებებისკენ სწრაფვა ნელდება, კვდება და საერთოდ რაღაც გარკვეული წრეები იქმნება დამფუძნებლების, დირექტორების თუ ხელმძღვანელების წინააღმდეგ. ანუ პირველი საკითხი, ძველ მენეჯმენტს არ უნდა ცვლილება. აქ არ არის ასაკზე. შეიძლება ახალგაზრდა ადამიანები იყვნენ, მაგრამ რაღაცა პერიოდი, როდესაც მუშაობენ ისინი ამა თუ იმ თანამდებობებზე, ისინი ჯდებიან, ყარათ ამ თავიანთ ებღაუჭებიან ამ თავიანთ თანამდებობებს და არ უნდათ ცვლილება. მეორე საკითხი გამომდინარეობს პირველიდან და ვინაიდან ცვლილება არ უნდათ, ამიტომ ისინი ახალ თაობას, ახლებს უყურებენ ეჭვის თვალი. ანუ ჩვენ გვეკარგება თვალთახედვიდან, რომ ახლები არიან ცოტა სხვანაირები, ამიტომ არ ვიცით როგორ მართოთ ისინი, არ იცით ძველმა მენეჯმენტმა როგორ მართოს ახლები. და გამომდინარე აქედან ეს შიშის განცდა აქვს, თუ როგორც უმართავობ ისინი ამდენ არადა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, აბსოლუტურად კონსტრუქციული მოთანამშრომელი ხალხია ახლებიც, მაგრამ უბრალოდ ძველმა მენეჯმენტმა იმის მაგალითად რომ თვითონ შეიცვალოს, ცდილობს დაატმენოს ახალი და ამიტომ ხდება ხდება ამ ადგილას უფსკრული. უთანხმოება სწორედ ამ ადგილას აღმოცენდება ხოლმე მენეჯმენტში. და მესამე საკითხი, რომელიც ამ ორიდან გამომდინარეობს, ეს არის ის, რომ თუ კი დღეს ასეთ დინამიურად ცვალებად სამყაროში მენეჯმენტი არ იცვლება, მენეჯმენტი არის როგორც სისხლი, ანუ თუ კომპანია დაწესებულება, წარმოება არ აახლებს სისხლს, ეს ძველი სისხლი, ასე ვთქვათ, ასაკობრივ პენსიაზე კი არა და ფსიქიკურ პენსიაზე გადის რაღაც დროის შემდეგ. ჩვენ 20-25 წლის ადამიანები გვინახავს უკვე აზროვნებით მეტად პენსიონერები და ასე ვთქვათ, თუ კი კომპანია სისხლს არ აახლებს აი ამ დინამიურად ცვალებად, მუდმივად ცვალებად სამყაროში, შეიძლება დღეს კომპანია არსებობს რაღაც ფორმით, თუ კი ამას არსებობა ქვია, იმიტომ რომ არ მიყვება იმ ცვლილებებს, მაგრამ ასეთ კომპანიას არ აქვს მომავალი. ანუ შეიძლება დღეს არსებობს, მაგრამ მომავალი არ აქვს ასეთ კომპანიას, იმიტომ რომ ვერ მიყვება ცვლილებებს.
გამომდინარე აქედან მე მიმოჩნია რომ აი ეს სამი საკითხი, რომელზეც ახლა საუბრობდი, არის ასე ვთქვათ კარდინალურად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მენეჯმენტი განვითარდეს თვითონ როგორც ინსტიტუცია ჩვენს მმართველობით ორგანოებში თუ დაწესებულებებში, კომპანიებში თუ საწარმოებში და არ გადაიქცეს რაღაცა დროის შემდეგ მხოლოდ რაღაც ადმინისტრაციულ ერთეულად, რომელსაც ჩემი აზრით განსხვავება აქვს მენეჯმენტის თვითონ ფუნქციისგან, თვითონ მენეჯმენტის დანიშნულებისგან, იმიტომ რომ მენეჯმენტი ნიშნავს ამავე დროს ცვლილებას და რაღაცის შექმნას. განსხვავებით ადმინობისგან და ადმინისტრაციული ფუნქციისგან, ხოლოდ სადაც შესაძლებელია უბრალოდ რაც არსებობს იმის მართვა, მაგრამ მენეჯმენტისგან ადმინისტრატორობა განსხვავდება, ხო? ამიტომ თვითონ მენეჯმენტის საკითხი დგას დღეს საფრთხის ქვეშ.